ჩოხატაურში ორბიჯ ჯგუფის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ ბახმაროშია დაგეგმილი. ორბიჯ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვარღელიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარ მიზანს პროექტის დეტალური პრეზენტაცია და ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან პირდაპირ დიალოგის წარმართვა იყო. მრავალფუნქციური კომპლექსი რამდენიმე მიწის ნაკვეთზე განთავსდება და პროექტის მიხედვით ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი სარეკრეაციო სივრცეებს დაეთმობა. შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ადგილობრივმა მოსახლეობამაც. როგორც შეხვედრაზე მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ აღნიშნა, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობა და ეკოლოგიური რისკების სწორი შეფასება. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა მომსვლელს, იმიტომ რომ დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ გახდათ საჯარო განხილვა, საზოგადოებრივი აზრის მოსმენა. იყო კრიტიკული კითხვებიც, რომელიც აბსოლუტურად მისასალმებელი და მისაღებია. იყო საკითხები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ბახმაროს როგორც კურორტის განვითარებისთვის. მე ძალიან ვახარებ ის ფაქტი, რომ დარბაზში ყველანი ერთად ვიყავით, რომელსაც განსხვავებული აზრი გაგვაჩნდათ, მაგრამ ალბათ ვფიქრობ, მე ასეთი სტაბილიზება დამჭა ყოველ შემთხვევაში, რომ წარმოდგენილი პროექტი და კონცეფცია, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ნამდვილად არის დადებითი მოვლენა და კარგი მოვლენა ჩვენი კურორტის განვითარების გზაზე. თავისთავად ცხადია ამ პროექტის რეალიზაციას ახლავს ბევრი გამოწვევები, რომელიც ერთად უნდა გადავახოთ, ერთად უნდა გადავწყვიტოთ და საზოგადოებასთან ერთად ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ყველაფერს მივაღწევთ და ბახმარო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი საქართველოს კურორტებს შორის. იგი არის, რომ ეს შეხვედრა მოხდა, ეს ნიშნავს, რომ 2 წლის წინანდელი გამოცდილებით მიხვდნენ, რომ ეს გურულების იგნორით აღარ გამოვა ესეთი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამ შეხვედრის გულწრფელობაში ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ერთი დღით ადრე დაანონსეს და ვერავინვე, ან ჩემს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში ვერცერთმა გულშემატკივარმა ვერ შეძლო მოსვლა, გურულებმა ასე თუ ისე არ იცოდნენ ამ შეხვედრის შესახებ. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტზე ჯერ შეფასების გაკეთება გამიჭირდება, რადგან მე ვნახეთ მხოლოდ ლამაზი ფოტოები და ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ერთი რაც არის ფაქტი, რომ რადიკალურად სხვა პროექტი არის, ეს უკვე ნიშნავს აღიარებას, რომ ჩვენ ვიყავით მართლები და ეს შეუფერებელი პროექტი იყო ბახმაროსთვის და აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გურულები არასდროს არ მივატოვებთ ბახმაროს ინტერესებს და სულ გვერდში ვედგებით და ეს ჩვენს გარეშე ვერაფერი ვერ გადაწყდება.